Am ადგილს, სადაც ახლა ვართ, ამ ადგილს ქვია კოკოლა გორა, ისტორიულად ასე ცნობილია და ისტორიის განმავლობაში ეს ადგილი ითვლებოდა როგორც პანთეონი, სადაც იკრძალებოდნენ გამოჩენილი ცნობილი მოღვაწეები, როგორც სასულური, ასევე საერო პირები. დღესდღეობითაც გვაქვს ეკლესიის წინ არის დიდი საფლავი, ერთ დროს მეფის მრჩეველი არის დაკრძალული. Ამ ადგილზე ეკლესია გაშენებულა მე-13 საუკუნის ბოლოს, როგორც საბუთების მიხედვით გებულობთ, 1298 წელს უკვე ამ ადგილას ყოფილა პატარა ეკლესია. დღევანდელ ეკლესიას რო შევხედოთ, ის პატარა ნაწილი, სადაც გუმბათია, გუმბათის ნაწილი, მაგრამ მრევლი ბევრი ყოფილა და მე-17 საუკუნეში ეს ეკლესია გაუდიდებიათ. კომუნისტების დროს სამწუხაროდ ეს ეკლესია არ იყო მოქმედი, ნაწილობრივ დანგრეულიც იყო. 3 წლის წინ დავიწყეთ ამ ეკლესიის აღდგენა 2010 წელს. Რა თქმა უნდა, ეს აღდგენა არ მოხდა ასე უცბად, 2 წლის განმავლობაში აღვადგინეთ სხვადასხვა სპონსორებისა და ასევე ჩვენი ადგილობრივი კათოლიკე მრევლის შემოწურულობით. Გასულ წელს, ზუსტად 1 წლის წინ, 2012 წლის 6 ოქტომბერს იყო ამ ეკლესიის გახსნა და კურთხევა. საგულისხმო ის არის, რომ ამ მარტო ეკლესია არ არის. ეკლესიის გვერდით გაშენდა დედათა მონასტერი. ასევე საგულისხმო ის, რომ ეს არის პირველი და ერთადერთი ჩაკეტილი დედათა მონასტერი საქართველოში. ჩამოვიდნენ ბენედიქტელი მონაზვნები, რომლებიც თავის ცხოვრების უმეტეს ნაწილს ატარებენ ლოცვასა და მუშაობაში და ჩვენთვის ლოცულობენ საქართველოში. ყველა აქ ვინც მოვა და ვინც მრევლი ვინც მოვა, ვინც თხოვს, ყველა მასთვის ლოცულობს. განსაკუთრებით ლოცულობენ საქართველოსთვის. დღევანდელ დღეს 2013 წლის 7 ოქტომბერს არის განსაკუთრებული დღე, იმიტომ რომ ამ მონაზვნებს შორის არის ერთი ქართველი მორჩილი, თბილისიდან არის წარმოშობით, ლაურა, რომელიც დღევანდელ დღეს მიიღებს მონაზვნის ფორმას. უარს ამბობს ყველაფერზე ამ სამყაროს ამ მოვებაზე და რომ მისი ერთადერთი ინტერესი ეს არის იყოს იესო ქრისტეს სიცოცხლის ნაწილი. ლაურა, რომელიც გახდება მერე მონაზონი, ფიც დადებს აბატთან, ეს არის თლად უფროსი მსოფლიო მასშტაბით, ვინც ხელმძღვანელობს ამ კონგრეგაციას, ბენედიქტელებს, ის ჩამოსულია და მის წინაშე დადებს ამ ფიცს. ლაურა განიძარცვება თავისი სამოსისაგან, მიიღებს ახალ სამოსს და ამ ნიშნით იგი შეიმოსება იესო ქრისტეთი. მისი სამოსი იქნება იესო ქრისტე. შეიმოსება ღვთის საჭურველით, რათა ებრძოლოს ბოროტ სულებს, მაგრამ ასევე ევედროს თლიანი ღვთის ერისათვის. შეგბოსოს შენ უპარმა ახალი ადამიანი, რომელიც შექმნილია ღვთის წინაპრისა სიბარტრისა და ჭიშკარიტი სიწმინდეში, ჩვენულა იესო ქრისტეში. ამენ. ამენ.
მიუხედავად ყვარდეს ჯვარცმული და სხვა არაფერი დღეიდან. ასეთი რიტუალი, ასეთი წესი, რომელსაც ქვია პიროვნების, ანუ ამ შემთხვევაში ლაურა გოგონას მიღება სამონასტრო ცხოვრებაში. ეს არ არის მუდმივი აღთქმა, იმიტომ რომ სამონასტრო ცხოვრებაში ასეთნაირად არის, რომ ხდება ჯერ 2 ან 3 წელი არის დაკვირვების პერიოდი, როდესაც ჯერ ჩვეულებრივი მოქალაქის ფორმით დადის, ანუ უფროსობა აკვირდება ეს გამოდგება თუ არა. როდესაც ამ პერიოდს გაივლის, უკვე გაიარლა უბრალოდ 3 წელი, ამის შემდეგ დგება მომენტი, რომ მას შემოსავენ მონაზვრის ფორმით, იწყებს ნოვიციატს. ნოვიციატი ეს არის ანუ საცდელი 2 წლიანი პერიოდი. ანუ ეხლა შეუძლია დღეს დადებს ფიცს 2 წლის განმავლობაში, 2 წლის შემდეგ ხელმძღვანელობასთან და თვითონ პიროვნებთან უნდა გადაწყვიტოს სურს თუ არა გაგრძელება მონაზნობად. და შემდეგ 2 წლის შემდეგ ხდება კიდევ ახალი ფიცი. მე არის 5 ან 6 წლის განმავლობაში ყოველწლიური ფიცები, ანუ წელიწადის განმავლობაში ყოველ წელს განაახლებს ამ ფიცს და ამის შემდეგ ხდება სამუდამო ფიცის დადება. და ეს ყოველწლიური ფიცები რატოა? ეს იმიტომ არის, რომ დაუშვათ შეიძლება ადამიანმა გადაიფიქრა და არ უნდა, ხო, მონაზნობა, აი ეს 1 წელი რომ გავა, აღარ განაახლებს ფიცს და ავტომატურად გადის მონასტრიდან. ეს ისევე როგორც სამღვდელოებაში, როდესაც ადამიანი მიდის სემინარიაში, არ ხდება უცებ მღვდელი. არის საფეხურები, სხვადასხვა წოდებებს ღებულობს და მერე ხდება დიაკვანი და დიაკვანის შემდეგ მღვდლად კურთხევა. ასეთ მგზავსი პროცესი არის სამონასტრო ცხოვრებაშიც.